კვლავ დაიძრნენ ბორჯღალოსნები, მიიწევენ წინ, აკონტროლებს ბურთს ბექა გორგაძე და საჯარიმო ლელო 10-3 ტაიმის ბოლო წუთზე ბორჯღალოსნებმა მაინც მოახერხეს მეტოქის დალელოვება. ძალიან კარგი. და მცირე შეხლა შემოხლა. ძალიან კარგად იცნობს ლაშა მალაღურაძე, განსაკუთრებით თითოეულ ამორაგბეს და სწორედ ლაშა მალაღურაძეს კლა ოსტროუშკომ ხელი, რაც გასაკვირია, საკმაოდ დიდი დროის მანძილზე თამაშობდა ლაშა რუსეთის კლუბებში. გასაგებია ეს ნებათა ღელვა, არ არიან რუსები კმაყოფილები იმით, რომ ბოლო წუთზე გაუშვეს ლელო და წინ გაუშვეს ბორჯღალოსნები 7-ქულიანი უპირატესობით, მაგრამ არ არის საჭირო ნამდვილად ასეთი შეხლა შემოხლა და პროვოკაციები. აი კიდევ ერთხელ ლელოს ეპიზოდი ვიხილოთ ჩვენ. არანაირი შანსი არ ქონდათ რუსებს აქ ქართველ მორკინალებთან გამკლავების. შალვა მამუკაშვილი აქტიურობდა იქ რაგში. შერბანი ათამაშებს მორკინალებს, ამჯერად ბურთი ზიკომა მიიღო. ფეხზე დგას ის მოლი ჩამოყალიბდა. იმ შემთხვევაში თუ აქედან ბურთი არ გავა, შეიძლება რომ ბორჯღალოსნების შერკინება იყოს. არა, გადავიდა თამაში რაგში. ისევ შერბანი გაიტანა კუშნაროვზე, კუშნაროვის სრულ მოძრაობა, ფეხით თამაშობს, დაფარება ძალიან ცოტა და ლელო. მეორე ლელო ბორჯღალოსნების. სუცკირიძე, ახლავთ ლელოს ავტორი ამ ეპიზოდში. 15-3. კუშნაროვის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, არც თუ ისე კარგი გადაცემა მიიღო მან შერბანისგან, ესეც აუცილებლად უნდა ვთქვათ, მაგრამ მანაც ზედმეტად გარისკა, როდესაც სრულ მოძრაობის გაკეთება გადაწყვიტა. 2 ლელო 0-ის წინააღმდეგ ანგარიშია 15-3. ძალიან კარგად დაიწყო შეხვედრის მეორე ნახევარი ქართველებისთვის, სოსო მათიაშვილი შეასრულებს გარდასახვას. გიორგი ცუცკირიძის მე-18 კეპია ეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და მესამე ლელო ძალიან მაღალი დონის მესამე ხაზელი გახლავთ ახალგაზრდა ქართველი საფრანგეთის პროდეორში რანგით მეორე დივიზიონში ბრივში თამაშობს ის ძირითად შემადგენლობაში არის მუდმივად და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც არის გარდა იმისა რომ შეტევაში გამორჩეულად კარგად თამაშობს არის უჩვეულოდ სწრაფი მესამე ხაზელისთვის ასევე დაცვაში არის საუკეთესო არა მარტო ბრივში ზოგადად ერთ-ერთი საუკეთესოა ამ კომპონენტში ბოჭვაზე აკეთებს ხოლმე როდესაც მეტოქის შეტევაა და სოსო მათიაშვილი ემზადება დარტყმის შესასრულებლად 46 წუთი ანგარიშია 15-3 საქართველოს ამარცხებს რუსეთს მათიაშვილის დარტყმა სამწუხაროდ არაზუსტია 12 ქულიანი სხვაობა ნარჩუნდება გადავიდა თამაში რაგში მოკლე დარტყმა ბექა გორგაძე წაიწია დაახლოებით 50 სანტიმეტრის წინ ქელა აფრასიძე თითქოს სადაბურთის გამოტანა მაგრამ არა აცლის ის მორკინალებს თამაშს მორიგი მიძალება სუთიაშვილი, შალვა სუთიაშვილი იყო. ბურთით შეცვალა შეტევის მიმართულება გელა აბჟანდაძე თავად წავიდა ფეხით შეაგორა აქ ჯარიმის უპირატესობა აქვს ქართველებს და დააბრუნა საჯმაის უპირატესობა არ მიცა სწრაფად გაათამაშა მოდებაძე უფრო სწორედ და ლელო საჯმა მეც დამაბნია თვითონაც დაიბნა და მოდებაძეც დააბნია რუსებიც და საბოლოო ჯამში ეპიზოდი დასრულდა ისე როგორც უნდა დასრულებულიყო მირიან მოდებაძეს და ბორჯღალოსნების ლელოთი მერვე კეპი მირიან მოდებაძის და მეხუთე ლელო გემახსოვრება წინა შეხვედრაში მან შეასრულა ჰეტრიკი. არ მეორებით ვნახოთ ეს ეპიზოდი, ცოტა კურიოზულიც იყო. ჭკვიანური გადაწყვეტილება აბჯანდაძის, თუმცა ძალიან ყურადღებით ითამაშა შერბანმა და შემდეგ გაათამაშა გახედა საჯმა ითამაშა უთხრა და მოდებაძესაც სხვა აღარაფერი დარჩენოდა და დაამიწა ბურთი მეტოქის ლელოში. გარდასახვას აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა 14 ქულაა სხვაობა ამჯერად ლაშა მალაღურაძე ითავსებს დამტყველის ფუნქციებს
ამორბენი მოკლე დარტყმა და ზუსტია ლაშა მალაღურაძის დარტყმა 22-6 უკვე ძალიან კომფორტული სხვაობით იმარჯვებენ ბორჯგალოსნები.